კომპლექსის და სტერეოტიპის შესახებ. რითი განსხვავდება, უბრალოდ ამას აღნიშნავ, სტერეოტიპები არის ესეც გამოსახულებებია. კონსტრუქციებია, ფსიქოლოგიური კონსტრუქციებია. და სტერეოტიპები იმყოფება აქ. ანუ ცნობიერ ნაწილშია სტერეოტიპები და კომპლექსი არის არაცნობიერში. ანუ ადამიანი ვერ აცნობიერებს რაღაცას ისე აკეთებს და შემდეგ ხდება რომ ეს რა შეცნობა მომსვლია და ეს რა გამიკეთებია, მაგრამ სტერეოტიპს მეტნაკლებად გააზრებულად, გაცნობიერებულად ირჩევს სუბიექტი, როგორც მისის აქციელის მოდელს. მაგალითად, შეიძლება არაპოპულარულ რაღაცას ვამბობდი, მაგრამ აი პანაშვიდზე წასვლა შეიძლება ბევრს არ უხარია ხოლმე, მაგრამ აი უნდა წავიდე, ყვავილი უნდა ვიყიდო, იქ წრე უნდა დავარტყა, იქ უნდა შემოუვარო, შემდეგ გამოვიდე, იმას გავესაუბრო, იქ თუ შემხდება, შემდეგ უნდა იდგე რაღაცა, იქ წახვალ, არ წახვალ, წაყვები, არ წაყვები. ასე ვთქვათ, ესეც სტერეოტიპია, რომელსაც ადამიანი გააზრებულად ირჩევს. და როდესაც მე ვამბობ, რომ რას ნიშნავს სტერეოტიპის სასარგებლოდ გამოყენება, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ჩაგითრიოს ამ სტერეოტიპმა რაღაც და რაღაც დესტრუქცია არ დაგითესოს თავში. ამას ნიშნავს, ანუ შენ სტერეოტიპს თავი არ დააზიანებინო და შენი ინდივიდუალიზმი არ დააზიანებინო, ისე რომ ისწავლო ადამიანებმა ამის გამოყენება, ამას გულისხმობ მე და არა იმას, რომ ვიღაცას ატყუებდეს და სტერეოტიპებით ურთიერთობთ ჩვენ. ამ სტერეოტიპის გარეშე ფორმა არ ვიცით ურთიერთობის სხვა, ხო? ანუ ამიტომაც სტერეოტიპი არის ცნობიერში და მეტნაკლებად ადამიანებს გააზრებულად იყენებს, არა ავატყოფებს, როცა აცნობიერებს ამას ადამიანი, მაგრამ კომპლექსი არის არაცნობიერში და პირდაპირ მნიშვნელობით კლავს. კომპლექსი კლავს, იმიტომ რომ კომპლექსი ბლოკავს, თუ არ, აი კომპლექსი არის როგორც მანდარინი, წარმოიდგინეთ, რომელსაც ესე ცვნი და ფენა და შემდეგ ნაყოფს მიირთმევ ამ ენერგიას მიიღებ. აი ესეთი ენერგია არის დაფარული კომპლექსში და მაგრამ კომპლექსი არის ინფორმაციული ასეთი ჩაბეჭდილი ბირთვი და თუ შენ მხოლოდ ახალი ინფორმაცია ჭირდება კომპლექსს, რომ უნდა გაფრთხნა ეს ზუსტად ფენა, ეს კომპლექსი ესე ხდება მუშაობა. და კომპლექსთან მუშაობით ხდება ამ ენერგიის თანდათანობით ნელ-ნელა გამოთავისუფლება და ადამიანის გაბედნიერება და რას ნიშნავს ბედნიერება? ანუ ადამიანი როდესაც რაღაც ახალს აღმოაჩენს, ახალ რაღაცას ხედავს, ეს ახალი გამოსახულება ათავისუფლებს არაცნობიერიდან ახალ ენერგიას. და ადამიანი გრძნობს სიხარულს, ადამიანი განიცდის სიწმინდის სიხარულს და ამით აზუსტებს საკუთარ დანიშნულებას ამ ცხოვრებაში, რომ აი ყველას ქონია ხო ესეთი შემთხვევა, რომ აი ეს რომ მეგრძნო, ეს რომ გამეკო, აი ეს რომ გამეცა და მარტო ამიტომ ღირდა ალბათ ცხოვრება, ანუ ბედნიერება დაზუსტებაშია, რომ ვამბობ, ამიტომ ვიცახი, რომ ადამიანი ახლის აღმოჩენით უნდა აზუსტებდეს საკუთარ ბედნიერებას და საკუთარ დანიშნულებას ამ ცხოვრებაში და რეალურადაც ეგრე ხდება.